რა გახდა 12 წლის უკან ლომისობაზე გურიკა დადიანიძის დაკარგვის მიზეზი? რა მოხდა სინამდვილეში ამ დღეს და ცოცხალია თუ არა აღნიშნული პიროვნება? ამ მეტად გახმაურებულ, მტკივნეულ და რეზონანსულ თემაზე მინდა შემოგთავაზოთ დღეს რუნული გაშლა დაერუნებმა დაგვანახონ ჭეშმარიტება დაერუნებმა მოუფინონ ნათელი ამ საქმეს. ყოველ შემთხვევაში მე შევეცდები მაქსიმალური გამჭვირვალეობა შევძინო ამ მეტად მტკივნეულ თემას. ამასთან შევეცდები რომ ვიყო გულწრფელი, შევეცდები რომ რუნების პასუხები წარმოვადგინო იმგვარად, რომლებიც რაღაც წილ მაინც სიცხადეს შემატებენ ამ საქმეს. მე სპეციალურად მომზადებული გაშლის, ასე ვთქვათ, შეკითხვების ქრონოლოგიით და წინასწარ მომზადებული შეკითხვებით შევეცდები რომ მაქსიმალურად მივიდე ახლოს რეალობასთან, იმ რეალობასთან, რომელიც დადგა სწორედ იმ ავად სახსენებელ დღეს. და პირველი შეკითხვა. რა გახდა 12 წლის უკან გურიკას გაუჩინარების მიზეზი? რა მოხდა რეალურად იმ ადგილზე, სადაც წყდება გურიკა გურამ დადიანიძის კვალი? ახლა რა ენერგიებშია, ახლა რა ენერგიებში იმყოფება გურიკა, იგივე გურამ დადიანიძე? ცოცხლებშია, ცოცხალია თუ გადასულია მიღმიერ სამყაროში? საბოლოოდ გაირკვევა სიმართლე ამ საქმეზე, დადგინდება სიმართლე, დადგინდება ჭეშმარიტება, დაადგენს გამოძიება ჭეშმარიტებას. მოდით ესეც ვეკითხოთ. იმედია რუნები კარგად ჩანს. პირველ შეკითხვაზე, თუ რა გახდა 12 წლის უკან გურიკა დადიანიძის, გურიკას გაუჩინარების მიზეზი ამოდის რუნა ჰაგალას. ეს არის ნგრევის, განადგურების ცეცხლოვანი რუნა. იგი ითარგმნება როგორც სიტყვა, სიტყვით მნიშვნელობით, პირდაპირ მნიშვნელობით. ხოლო თუ გადმოვთარგმნით და გადმოვიტანთ მას რეალურ ცხოვრებასთან, რეალურ ადამიანებთან მიმართებაში და არა მხოლოდ თქვათ ბუნების სტიქიას ვუსადაგებთ, აღნიშნული რუნა საუბრობს დამანგრეველ, გამანადგურებელ სიტუაციაზე, როდესაც სიტუაციის გარემოებების მართვა და კონტროლი აღემატება ჩვეულებრივ ადამიანურ ძალებს, როდესაც რაღაც ხდება მოულოდნელად, სწრაფად და წინასწარი განჭვრეტის, წინასწარი კონტროლის და დაგეგმვის გარეშე. ეს იყო ისეთი ვითარება, ისეთი ვითარების შექმნა, როდესაც რომლის მართვაც, ასე ვთქვათ, ადამიანებს, იქ მყოფ ადამიანებს და მათ შორის გურიკას ნამდვილად რომ გაუჯერდებოდათ. რაც შეეხება მეორე შეკითხვას, თუ რა მოხდა რეალურად იმ ადგილზე,
სადაც წყდება ამ ბიჭის კვალი, ამოდის რუნა ინგუს. რუნა ინგუსზე ჩვენ ვხედავთ ადამიანს. რუნულ კარტზე ჩვენ ვხედავთ ადამიანს, რომელიც ერთი არის ზემოთ ხელებაღმართული, უფრო სულიერ ენერგიებში ყოფი გამოსახულება, ხოლო მეორეს ვხედავთ მჯდომარეს მიწის ქვეშ. მე არ ვიცი დეტალურად, რა თქმა უნდა, არ ვარ ჩახედული ამ საქმის დეტალებში, მაგრამ ინტუიციურად სულიერ დონეზე და მანტიკური, ისეთი უძლიერესი მანტიკური საშუალების გამოყენებით, როგორც არის რუნები, რუნების დახმარებით ჩანს ისეთი ვითარება, რომ ადამიანი შესაძლოა მოყოლილია მიწის ქვეშ. ყოველ შემთხვევაში ამ გამოსახულებაში ჩვენ ამას ვხედავთ. ამ გამოსახულებით ჩვენ ამას ვხედავთ. რიგი ადამიანების ამ საქმეზე ამტკიცებს, რომ მოხდა მეწყერი, სხვები ამტკიცებენ, რომ აქ მეწყერი არ მომხდარა, მე პირდაპირ იმის თქმა მოხდა თუ არა მართლაც. სტიქიური მოვლენა, ესე არ შემიძლია, მაგრამ რუნების პასუხით ჩანს, რომ რაღაც გარკვეული სიუჟეტი, გარკვეული ეტაპი თუ ეპიზოდი ამ მოვლენებისა სწორედ რომ დაკავშირებულია მიწასთან, მიწის ენერგეტიკასთან, მიწის სტიქიასთან. ეს რუნა ინგუზი სიტყვით ითარგმნება როგორც თესლი. თესლი, რომელიც ხდება ნიადაგში, რათა ის შემდგომ აღმოცენდეს. თუმცა ამ კონკრეტულ ვითარებასთან მიმართებაში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ამ ორი რუნის კომბინაციით, რომ იქ გარკვეული მოვლენები განვითარდა სტიქიურად, წინასწარ განჭვრეტის გარეშე და ეს ყველაფერი აღემატებოდა ადამიანთა ძალებს და გასული იყო მათი კონტროლის ზონიდან. რაც შეეხება მესამე შეკითხვას, ცოცხალია თუ არა გურიკა, ან ზოგადად რა ენერგიებში იმყოფება ის ამჟამად აწმყოს მოცემულობაში დღეის მდგომარეობით. ჩვენ თან აქ ამოდის რუნა ალგის, ეს არის უმაღლესი დაცვის, მფარველობის, სულიერი ენერგიების რუნა. შესაბამისად, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ დღეს მდგომარეობით აღნიშნული ადამიანის ენერგეტიკა არის მშვიდი, დაცული, უმაღლესი ძალების, ღმერთების მფარველობის ქვეშ. ეს უფრო სულიერ მიღმიერ ენერგიებზე მესაუბრება ეს რუნა, ვიდრე მატერიაში და ზოგადად მატერიალურ ენერგიებზე და მატერიაში ყოფნაზე. ცალსახად და გადაჭრით, მით უმეტეს მტკიცებით ფორმაში იმის თქმა, გარდაცვლილია თუ ცოცხალია აღნიშნული ადამიანი, რა თქმა უნდა, გასცდება პროფესიონალურ ჩარჩოებს ჩემის მხრიდან და არ იქნება მართებული, ნამდვილად არ ვიქნები სწორი, მით უმეტეს რომ მიმდინარეობს საქმეზე გამოძიება და ჯერჯერობით საბოლოო ჭეშმარიტება არ არის დადგენილი. დაზუსტებით ამის თქმა შესაბამისად ჩემის მხრიდან არ იქნებოდა მართებული და სწორი. თუმცა რუნა ალგიზი საუბრობს უფრო სულიერ ენერგიებზე, სულიერ მფარველობაზე, ღმერთებისგან მფარველობაზე და ისეთ ენერგეტიკულ მოცემულობაზე, რომელიც გაცდენილია მატერიის მკაცრ ჩარჩოებს და მატერიალურ ყოფიერებას. გადავიდეთ მეოთხე შეკითხვაზე და ეს შეკითხვა მდგომარეობდა შემდეგში.
საბოლოოდ დადგინდება ჭეშმარიტება ამ საქმეზე, გაირკვევა ჭეშმარიტება. აქ ამოდის 25 ნულოვანი რუნა და თვითონ რუნის ვიზუალურ მხარესაც თუ გამამახვილებთ ყურადღებას, ეს არის დაფარული ენერგია. შესაბამისად შემიძლია ასეთი რამის თქმა, რომ ჯერჯერობით საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა ვერ მოხდება, ვინაიდან თითქოს რაღაც ძალებისგან ეს საქმე იმალება, საქმეზე ჭეშმარიტება იმალება, არის დაფარული და თითქოს ეს არ უნდა გამჟღავნდეს. ჯერჯერობით უნდა იყოს გრიფით საიდუმლო, რაღაც ესეთი მომივიდა ახლა ესეთი აზრი, ესეთი წინადადება თავში. ჯერჯერობით საქმე იქნება დაფარული, საიდუმლოებით მოცული, ვინაიდან კონკრეტულ ძალებს არ სურთ მისი გამჟღავნება და გაცხადება. აი ასეთი სურათი დაგვანახეს რუნებმა. თქვენ რას ფიქრობთ, ჩემო მეგობრებო, ცოცხალია თუ არა ეს ადამიანი? თუ ცოცხალია, სად იმყოფება, როგორ არის? თუ გარდაცვლილია, რა მოხდა, რამ განაპირობა ამ ადამიანის ასეთი ტრაგიკული აღსასრული კონკრეტულ ადგილზე და რას ფიქრობთ? დადგინდება საქმეზე ჭეშმარიტება? გთხოვთ, დამიწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში.